დაინტერესება, რომელიც ეხლა გაიზარდა, ასე ვთქვათ, ევროპის მხრიდან ცენტრალური აზიის მიმართ, ეს ნათელია, რომ გამოიწვია იმ მოვლენებმა, იმ გლობალურმა მოვლენებმა, რაც მოხდა. და ალიევის ნათქვამი, ბატონი ალიევის პირველ რიგში ჩემთვის საინტერესო იმით იყო, რომ ძალიან ზუსტად ერთი რამე თქვა, რომ ფონ დერ ლაიენიო გეოგრაფიას ხო ვერ შეცვლის. და ეს არის მე მგონი ძალიან ზუსტი და კარგი ნათქვამი, იმიტომ რომ სულ ვამბობ ხოლმე ამ რეალობის გათვალისწინებაზე და რეალობიდან გამოსვლაზე, როდესაც რამეს განიხილავ. სხვათა შორის, როცა შუა დერეფანზე იყო საუბარი და ეს დიდი ხანია ეს საუბარი მიდის. შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთიდან რომ მოდის, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, პირდაპირ უზბეკეთზე გადის და მე კასპიის ზღვა და მე ჩვენი რეგიონი. ხო და მაშინ რამდენიმე გზა იყო მაშინდელი პრეზიდენტის სიგელებს რომ გადავცემდი კარი მომიმეუნება. რამდენიმე გზა იყო და მე ვთქვა რა ვიცი მე სკოლაში მასწავლეს მეთქი რომ ორ წერტილს შუა ორ ადგილს შუა უმოკლესი გზა პირდაპირ გზა არის მე ვთქვა. ეს ძალიან მოეწონა იქ მინისტრ ხო ხედავთ რა ზუსტად თქვაო და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა და დიდი დრო იმას რომ რეალური საუბარი დაწყებულიყო ამ პირდაპირ გზაზე. იმიტომ რომ იქ ეკონომიკურის გარდა გასაგებია რომ პოლიტიკური ინტერესები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და როცა ის გზა იყო გახსნილი ჩინეთიდან ყაზახეთის და რუსეთის გავლით და პრაქტიკულად მთელ ტურთებს ჩინეთი იქით აგზავნიდა ხოლმე და სანამ ეს ომი დაიწყებოდა, სანამ რუსეთს სანქციებს დაუწესებდნენ, სანამ ის გზა ჩაიკეტებოდა, ასე ვთქვათ, არავინ არ იცის რამდენი ხნით დროებით თუ ხანგრძლივად თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საუბარი იყო სამხრეთის გზაზე უფრო და ჩრდილოეთის შუა გზას ძალიან ნაკლებად შუა დერეფანს ძალიან ნაკლებად აქცევდნენ ხოლმე ყურადღებას. მაგრამ როცა შეიცვალა ეს გლობალური სიტუაცია და გადმოვიდა აქცენტები უფრო სამხრეთის მიმართულებით და სხვა შორის ამაზეც მინდა ვისაუბროთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ტრამპმა განაცხადა ოქროს გზის თაობაზე, სამხრეთის გზის აღდგენის თაობაზე, რომელიც ინდოეთიდან ზღვით სპარსეთის ყურეზე გადის, მერე საემიროები, საუდის არაბეთი, იორდანია, ისრაელი, ზღვა და მერე ევროპა, ხმელთაშუა ზღვა და ევროპა. ეს უნდა აღვადგინოთ. იმიტომ უნდა ირანის გამოჩეჩება ალბათ ხო, სპარსეთის ყურეში თავისუფლად ეს იყო და აუცილებლად ეს უნდა აღვადგინოთ და